პრემიერ-მინისტრი დაუბრუნდათ ისევ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითმმართველი ქალაქის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარებს და სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა დისკუსიას მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. კობახიძის თქმით, საუბარი შეეხო გრძელვადიან გეგმებს, რომლებიც რეგიონებში უნდა განხორციელდეს. აქცენტი გაკეთდა სოციალურ საკითხებზეც. პრემიერის ინფორმაციით ისაუბრეს ოპტიმიზაციაზეც. განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან. ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ, მათ შორის იმას, როგორ უნდა დაიგეგმოს გრძელვადიან პერსპექტივაში მუნიციპალიტეტების განვითარება, ქონდა საუბარი ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მშელით იმასე, როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი, აქ საუბარი არსებითად სტრუქტურების გაჯანსაღებაზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებელი, არის ამის საჭიროება. და მასე გაგრძელდება მუშაობა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად. სახელმწიფოც განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, მისი ასე ვთქვათ, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით, ანუ რას გულისხმობ ამაში, რომ ყველა ის სახსრები, რომელიც არის მიმართული თვითმმართველობისაკენ, იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად. ამ ეტაპზე უკვე თითოეულ მუნიციპალიტეტში შემუშავებულია გრძელვადიანი გეგმა განვითარების, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც მუნიციპალიტეტში არის, ვერ დაფარავს ადგილობრივი რესურსები, სწორედ ამიტომ უახლოეს მომავალში გადაიგზავნება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები დარგობრივ სამინისტროებთან. შევეხეთ მუნიციპალიტეტებში აუცილებელ განსახორციელებელ ოპტიმიზაციის პროცესს და კოორდინაციის უფრო მეტად გაძლიერებას ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, რათა საკითხების გადაჭრა უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს. თავისი შეხვედრები პრემიერთან იმსახურება მუნიციპალიტეტების გაძლიერებას, ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომ შეუძლოთ ყველა იმ საკითხის, ყველა იმ გამოწვევის დაძლევა, რაც დღეს ჩვენს ქალაქებში და სოფლებში გვაქვს. უკვე მეორე წელია დამატებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 20 მილიონი ლარის დაფინანსებას ვღებულობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულად ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ვიმუშაოთ ამ პროექტების ხარჯ-ეფექტიანობის გაზრდაზე.